გაყიდე ბიტკოინი სანამ დრო გაქვს. მეგობრებო, ამ ვიდეოში გავცემ იმ ძალიან საჭირო კითხვებს პასუხს, რომლებიც თქვენგან მოდის, უნდა გაყიდოთ თუ არა ბიტკოინი და ეთერიუმი და სხვადასხვა ალტკოინები თუ პირიქით უნდა იყიდო. სანამ გადავალთ მეგობრებო ვიდეოში, ამ კვირაში სხვადასხვა თემებზე მინდოდა ვიდეოების ჩაწერა, მაგრამ გავხდი ძალიან ცუდად ვირუსის შემხვდა, ლოგინიდან ვერ ვდგებოდი და ეხლა უკვე ნელ-ნელა გამოვდივარ და ის რაც ამ კვირაში უნდა გამეკეთებინა, გადაიდო სამწუხაროდ მომავალ კვირაში, მაგრამ ეს ვიდეოები აუცილებლად იქნება. დღეს შევძელი რომ ჩავწრო ეს ვიდეო, თან ძალიან ბევრი კითხვები მოდის, ძალიან ბევრი წერს რომ აი ეხლა ვიყიდო, ეხლა გავყიდო, აი შე რო თქვი რომ აქ ყიდვის დრო არ არის, მე მაინც ვიყიდე და ეხლა წაგებაში ვარ და ერა ვქნა, ეხლა გავყიდო, ეხლა ვიყიდო და ამავდროულად. ამ ყველაფერს დავამატოთ ის მეგობრებო, რომ FOMO ძალიან აიწია, ესე ვთქვათ, ხალხში, ინვესტორებში, რიტეილ ინვესტორებში და ამავდროულად ყველაში არ აქვს მნიშვნელობა. ეს ბაზარზეც იგრძნობა და თვითონ სოციალურ მედიაში იგრძნობა, იგრძნობა YouTube-ზე, იგრძნობა Instagram-ზე, იგრძნობა TikTok-ზე, იგრძნობა Facebook-ზე. ხედავ რომ ძალიან ბევრი ფანფლუენსერი ისევ შემოვიდა YouTube-ზე, Instagram-ზე, ანუ მთელი წელების განმავლობაში აქტიურები არ იყვნენ, ეხლა ბაზარი მოდის მაღალ და მათაც რა თქმა უნდა უნდათ რომ აქედან თავიანთი რამე სარგებელი ნახონ და ესე ვთქვათ, ხალხს აძლევენ ისეთ რაღაცაზე, ესე ვთქვათ, რჩევებს, რაც თვითონაც არის, იმიტომ რომ როცა ისინი ამბობენ იყიდე, ზუსტად მივყიდი მაშინ და კიდევ ერთხელ მეგობრებო, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ვინც ესეთ მაღალ ფასზე იყიდეთ ბიტკოინი, იმიტომ რომ თქვენი წყალობით და თქვენი დახმარებით ჩემი გაყიდვის ორდერები შეივსო და მე დავაფიქსირე მოგება, როგორ ბრუტალურად უნდა ჟღერდეს ეს. თქვენ იზრუნეთ იმაზე, რომ მე გავაკეთე ფული, მე პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ჯიბეში ჩავყე ხელი, ამოვიღე ფული და ჩავიდე ჩემ ჯიბეში. ეს არის კრიპტობაზარი, ეს არის ბიტკოინი, ეს არის ბლოკჩეინ. ასევე კონკრეტულ მაგალითს მოგცემთ, რაც წეღან Twitter-ზე ვნახე, სკრინში ამოვაგდებ ცოტა ხანში და მაგასაც განვიხილავთ და კიდევ ერთხელ ბიტკოინ ფანატიკოსებს, ესე ვთქვათ, კიდე რაღაც დასაფიქრებელს მივცემ. აქამდე ძალიან ბევრი ვიდეო მაგას გაკეთებული ბიტკოინზე, რატო აკეთებ ინვესტიციას და რატო არ ვარ მაინც ბიტკოინის ფანატიკოსი როგორც ხვევი, ანუ მე ვარ ინვესტორი, მე არა ვარ არაფრის ფანატიკოსი, მე არა ვარ არაფერზე ჩაწიხლული, რომ ეს არის მომავალი და ასე შემდეგ, ამას ბევრი ვიდეო მაგაკეთებული, მაგრამ აქ კიდევ ერთ რამეს განვიხილავთ. სანამ გადავალთ ჩარტებზე მეგობრებო და დავიწყებთ ამ ყველაფრის განხილვას, მინდა ისეთი რაღაცები გითხრათ, რაზეც, ესე ვთქვათ, სანამ ინვესტიციას დაიწყებდეთ, ცოტას დაფიქრდებოდით ამაზე, ანუ ეს ამ კითხვებს რო დავსმევ შენ თავს, შემდეგ პასუხი შენ თვითონ ვეგექნება, რა თქმა უნდა იკითხო ისეთ ხალხთან, ვისაც აქვთ რა თქმა უნდა გამოცდილება, მაგრამ ვინც გეუბნება ესეთ მაღალ დონეზე, როცა არის თვითონ კრიპტო, ბიტკოინ, ალტკოინებზე არ მაქვს საუბარი, ალტკოინებში ინვესტიციას არც ვაკეთებ, მე მათზე მხოლოდ ვაჭრობ, არც ანტი ალტკოინი არ ვარ, იმიტომ რომ ალტკოინებზე ვაკეთებ ძალიან კარგ ტრეიდებს, ძალიან კარგი მოგებები ფიქსირდება, მაგრამ როგორც ინვესტიციას, ასეც არასდროს არ ვაკეთებ. მაგრამ როცა შენ იღებ ისეთ, ასე ვთქვათ, რჩევას, რომ all time high არის და დეცია დაიწყე, ან იყიდე, ან კარგი დროა საყიდლად და ასე შემდეგ, ნახე ეს არის უდიდეს სისულელი. არ აქვს მნიშვნელობა რაში აკეთებ ინვესტიციას, ეს კარგად ჩაიბეჭდეთ თავში. თუ ჩარტებზე ხედავთ ამ ყველაფერს, როცა ხედავ შენ მწვანეს ანთელს არ ყიდულობ, ელოდები სანამ წითელი სანთლები არ იქნება. არასდროს არ ყიდულობ მწვანეზე და არასდროს არ ყიდი წითელზე. ეგ რამე უნდა დაიმახსოვროთ, ყოველთვის უნდა გააკეთოთ პირიქით. უნდა გაყიდოთ მწვანეზე, ანუ როცა მწვანე სანთლებს ხედავთ ზუსტად, მაშინ უნდა გაყიდოთ და დააფიქსიროთ მოგება და გაყიდვაშიც არის ძალიან, ესე ვთქვათ, სწორად უნდა მივუდგეთ, იმიტომ რომ არა მარტო ყიდვის FOMO არის, გაყიდვის FOMO-ც არის ხოლმე და ამას აგიხსნით ამ ვიდეოში თუ როგორ ვდგები მე. ანუ რატო ვაკეთებთ ესე, იმიტომ რომ შენ გინდა ზუსტად საპირისპირო გააკეთო იმათგან, ვინც ვერასდროს აკეთებს ფულს. ხო, ანუ ისინი ჩვეულებრივი ინვესტორები ან რიტეილ ინვესტორები, როცა ყიდულობენ მწვანეზე და ყიდიან წითელზე, ანუ ისინი აკეთებენ მოგებას, ხო და ისინი ზრუნავენ იმაზე, რომ ჩვენ, მე და სხვებმა გავაკეთოთ მოგება.
სანამ გადავიდოთ ახლა მეგობრებო, ჩარტებზე კიდევ რაღაცას გეტყვით. ჩარტებს აგიხსნით ამას, მაგრამ ჯერ ერთ რაღაცას გეტყვით, მე იმ სკრინს განახებთ, რის სკრინის ჩვენებაც მინდოდა. კარგად დაუფიქრდებოდი თქვენ ადგილზე. არ აქვს მნიშვნელობა ახალი ხარ კრიპტოში თუ ბიტკოინ ფანატიკოსი ხარ და გჯერა რომ ბიტკოინი სოფლიოს გადაარჩის და ასე შემდეგ. პირველ რიგში არის მეგობრებო ის რომ როცა ვსაუბრობთ მოგების დაფიქსირებაზე და გაყიდვას. არც მე არც არავინ, ანუ ვერავინ ვერ დადებს იმაზე თავს, რომ იცის ხვალ რა მოხდება, გინდ ჩარტებზე, გინდ არა სოფლიოში, არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, მე ვარ ტრეიდერი, მე ვაკეთებ პროგნოზს, მე ვსაზღვრავ ჩემ რისკს, მე ვსაზღვრავ ჩემ პოტენციურ მოგებას და აქ არის პოტენციური მოგება, მაგრამ რისკი არ არის პოტენციური რისკი, ეს არის განსაზღვრული რისკი. არ აქვს მნიშვნელობა რაც უნდა მოხდეს, ერთადერთი დაზუსტებით მე რაც ვიცი არის თუ რამდენს ვრისკავ და რამდენს დაკარგვა შეიძლება. მაგრამ რამდენს მოიგებ და რამდენს გააკეთებ კრიპტოში და ტრეიდინგის დროს ეს არის პოტენციური მოგება. ანუ წინასწარ შენ არაფერი არ იცი და რატო ამბობ მე ამ ყველაფერს მეგობრებო. როცა ვსაუბრობ მოგების დაფიქსირებაზე, რაც მე ეხლაც გავაკეთე, წინაზრდაზეც გავაკეთე და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს FDC საფულეშიც განახებ და ჩემ საკუთარ პორტფოლიოში ზუსტად იგივე ხდება. იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა რა შეაკეთებ ინვესტიციას, ყველგან უნდა იყოს ერთი და იგივე ლოგიკა, ხო? როცა რაღაცა იზრდება და შენ ხედავ რომ შენი $1000 ინვესტიცია გახდა 1200, 1300, 1400, რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ გააკეთე 20, 30, 40%-იანი მოგება, რაც არის სასწაული. მართლა სასწაული არის. იმიტომ რომ დიდი ინვესტორები მთელი წელი ელოდებიან, მთელი 3 წელი ელოდებიან, რომ გააკეთონ ესე ვთქვათ, მაგხილა მოგებები თავიანთ ინვესტიციებზე. ხო, არა და ეს შენ არ გააკეთე 20-30%-იანი ინვესტიცია, რომ იმიტომ რომ შენ ხარ ძალიან ჭკვიანი, არა, სავარაუდოდ შენ გარისკე იმაზე მეტი, ვიდრე გარისკვა შეგეძლო. იმიტომ რომ როცა შენ გაქვს დიდი ფული, რა თქმა უნდა, ერთ კალათაში არ დებ შენ მთლიან ფულს. იმიტომ რომ ეგრე რო ფიქრობდი, სავარაუდოდ მაგდენ ფულს ვერც ვერასოდეს გააკეთებდი. და ახლა ვინ ჩემოდის კრიპტო ბაზარზე და ვინც იწყებს ინვესტიციას, რა არის მათი ლოგიკა? მათ უნდათ რომ ერთი ინვესტიციით გააკეთონ 10x, 20x და 30x. შესაძლებელი არის თუ არა? შესაძლებელი არის, ხდებოდა თუ არა? ხდებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ესე რა თქმა უნდა არ გაგრძელდება, ხო? მაგრამ აქ ვერის თქმა მინდა არის ის რომ თუ შენ მაგალითად იყიდე ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ ეთერიუმი $1500-ზე, ხო, როცა იყო ძალიან დიდი ვარდნა, თუნდაც $2000. და ახლა ვხედავთ რომ არის 3500-ზე, რა ვიცი 3600, ხო, არ აქვს მნიშვნელობა და შენ ხედავ რომ გაკეთებული გაქვს 60, 70, 80%, ხო? რატო სვამ იმ კითხვას უნდა გაყიდო თუ არა? და ნახეთ ამ გაყიდვაშიც არის ძალიან დიდი ესე ვთქვათ დამაფიქრებელი რას ყიდი და რამდენს ყიდი, ხო? რასაც მე ვაკეთებ არის ის მეგობრებო, ნახეთ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არავინ არ იცის ხვალ რა მოხდება, ხო? არავინ არ იცის რა იქნება ან პოტენციური მოგება, ან პოტენციური წაგება, ხო? იმიტომ რომ შენ თუ ინვესტიციას აკეთებ და არ გაქვს stop loss-ი, ტრეიდინგში რა თქმა უნდა შეგიძლია განსაზღვრო თუ რა არის შენი წაგება და downside-ი, მაგრამ ინვესტიციაში არ შეგიძლია, ხო? იმიტომ რომ stop loss არ აყენებ. მაგრამ ჩვენ არ ვიცით თუ რა არის პოტენციალური მოგება. ერთადერთი რაც იცი შენ არის ის, რაც წერია შენ საფულეში, რომ შენ ხარ 30, 40, 50% მოგებაში. ანუ ეგ იცი, მაგაზე გაქვს კონტროლი და შენ არანაირი კონტროლი არ გაქვს ხვალ რა მოხდება. ერთადერთი კონტროლი, რაზეც გაქვს შენ არის ის, რომ ხედავ რაც ხდება შენ საფულეში და რას გააკეთებ შენ, მხოლოდ მაგაზე გაქვს კონტროლი. და რას აკეთებ ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა დაფიქსირე მოგება. როცა შენ ხარ მოგებაში, აფიქსირებ მოგებას, იმიტომ რომ ჩარტებზე და საფულეზე 10x, 20x თუნდაც 20 და 30% არაფერს ანიშნავს, იმიტომ რომ ეს ფული ჯერ შენი არ არის, ეს არის ვირტუალური ფული და ხან მაღლადის, ხან ქვემოთ ჩადის. ანუ ეს შენი ფული ჯერ არ არის, სანამ არ გაყიდი და ჯიბეში არ ჩაიდებ. და რაც ეხება ამ გაყიდვებს მეგობრებო, რას ვაკეთებ მე პირადად, მე არასდროს არ ვაფიქსირებ 60, 70, 80%-იან მოგებებს, ანუ რას გულისხმობ ამით. ჩემ ასეთმა თუ აიწია გარკვეული პროცენტით მაღალ და დავაფიქსირე გარკვეული მოგება, ჩემი ასეთის 70%-ს არასდროს არ ვყიდი, ხო? ნახეთ რა ხდება. მაგალითად რომ ავიღოთ ისევ ციფრებზე. თუ გაქვს $10,000-იანი ინვესტიცია გააკეთებული და დღეს ხარ 20%-იან მოგებაში, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენ გააკეთე $2,000-იანი მოგება, ხო? ამ შემთხვევაში არ იქნება სიგიჟე რომ შენ დააფიქსირო 10,
15-ით უნდა 20%-იანი მოგება. რა თქმა უნდა, მთლიანად არ უნდა გაყიდო შენი ასეთი, მით უმეტეს თუ გჯერა შენ მისი long term-ზე, არ უნდა გაყიდო, იმიტომ რომ შენ არ იცი ხვალ რა მოხდება. ხვალ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება დავარდეს. ეგ შენ არ იცი, მაგრამ რაც იცი არის რომ შენ ხარ მაგალითად 20-30% მოგებაში, ხო? ახლა რა ხდება, თუ შენ გაყიდი 10, 15, 20%-ს, ხო, მე პირადად 20%-ზე მეც არასდროს არ ვყიდი ხოლმე, თუ ძალიან დიდი ზრდა არ გააკეთა, ხო, კონკრეტულმა ასეთმა. მაგრამ ვთქვათ, რომ 15-დან 20%-ამდე ყიდი, ხო? ნახე ახლა რა ხდება. თუ შენ არ იცი ხვალ რა მოხდება, არც მე არავინ არ იცი, საერთოდ არავინ არ იცი. თუ მაგალითად ხვალ ბაზარი წავიდა წინ და ისევ გააკეთა 15-20%, შენ წარმოიდგინე, ისევ პოზიციაში ხარ, მაგრამ არა იმ 100%-იანი კაპიტალით, რაც აქამდე იყო, მაგრამ 80%. მაგრამ თავარი არის ის, რომ შენი რისკები შეამცირე. ეხლა არის მეორე მხარეც. თუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ და გქონდა კორექცია 10-15-20%-იანი, რას აკეთებ? იმ გაყიდული და დაფიქსირებული მოგებით შეგიძლია ისევ დაბლა, ესე ვთქვათ, ფასდაკლებებზე შეიძინო ისევ ის ასეთი, რომლიცაც გჯერა, ესე ვთქვათ, long term-ზე, ეს გინდათ Bitcoin იყოს, გინდათ Ethereum და გინდათ სხვა რაიმე ასეთი. ეს არის ზუსტად რასაც ვაკეთებ, მეგობრებო, მე ვედეცია საფულეზე, მაგრამ ის სისულელი რომ შენ ახლა იყიდო, იმიტომ რომ ფასები მაიწია მაღალ, ჩემი აზრით არის სისულელი, შენ ყოველთვის უნდა დაელოდო რომ მოხდეს კორექცია. ეხლა რა ხდება? წინა ვიდეოზეც მეგობრებო ვთქვი, რომ არის თუ არა ახლა გაყიდვის დრო და უკაცრავად არის თუ არა ახლა ყიდვის დრო და მე ზუსტად მაშინ ვთქვი, რომ არ არის ახლა ყიდვის დრო, რატო? იმიტომ რომ Bitcoin-მა გააკეთა ახალი all-time high, Ethereum-მა გააკეთა რამდენათეული პროცენტიანი ზრდა ბოლო კვირებში და უნდა იყიდო თუ არა ახლა, რა თქმა უნდა, არა, უნდა დაელოდო შენ კორექციას რომ იყიდო. შეიძლება თუ არა რომ ის კორექცია არ მოხდეს, შეიძლება თუ არა დღეიდან საერთოდ კორექცია აღარასდროს მოხდეს და წავიდეს Ethereum-ის და Bitcoin-ის წინ და გააკეთონ 3x და 4x-ი შესაძლებელია, მაგრამ ეგ შენ წინასწარ არ იცი, ხო? ეხლა თუ შენ შეხედავ, ასე ვთქვათ, risk-reward-ი არ გაწყობს, იმიტომ რომ downside-ი არის დიდი და upside-ი არის პატარა. რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი უკვე ნელ-ნელა იფიტება, გაიზარდა ძალიან ძლიერად, ხალხი აფიქსირებს მოგებას და შენ ზუსტად მაგ დროს მოდიხარ. მაგ დროს შემოდიხარ ბაზარზე, რაც არის, რა თქმა უნდა, არც თუ ისე ჭკვიანური, ხო? ეს პირველი მეგობრებო და მეორე. ამოვაგდებ ახლა screens ვიდეოში და აქვე ჩაწერილი მაქვს, რაც მინდა ახლა მე, რაზეც მინდა ახლა მე ვისაუბრო, რომ ანუ Bitcoin-ი არის ხალხის პული, Bitcoin-ი არის ყველაზე, ესე ვთქვათ, რა ვიცი, სანდო და დემოკრატიული და ხალხის პული და რაღაცა და იმ ხალხის პულს უსმევ ხოლმე ყოველთვის ხალხს და ინფლაციასთან საბრძოლველი და რაღაც სულელები, ხო? Bitcoin ჩემთვის არის საინვესტიციო ასეთი, სასპეკულანტო ასეთი, რითიც ვაკეთებ პულს და მე Bitcoin-ში იქამდე ვიქნები, სანამ შენ და შენაირებს ეჯერებათ, რომ Bitcoin-ი არის მომავალი. ზუსტად მაგამდე ვიჯდები, მაგრამ შენ პირადად ჩემმაყურებელს რო უკვე გეგონება, რომ აი Bitcoin-ი რაღაცებს რო დაინახავ, Bitcoin-ი აღარ მინდა, მე უკვე დაგასწრებ, შენზე ძალიან ადრე გავყიდი Bitcoin-ს და შენზე ძალიან ადრე დავფიქსირებ მოგებას. ეს არის ჩემი მენტალობა, მე ბაზარზე ვარ, ფულის გამკეთებელი. აქ არის ან შეჭამე, ან შეგჭამენ. ეს არის, თუ ესე არ იფიქრე შენ Bitcoin-ზე, ვერ გააკეთებ პულს და ამ ყველაფერს ეს screenshot-იც გვიმტკიცებს მეგობრებო. ეხლა წარმოიდგინეთ, ესეთი სპეკულაციები უკვე ყოველდღურად შეგვხდება Twitter-ზე, რომ დაძინებულმა Whales-მა გაიღვიძა, დაბძინებულმა საფულემ გაიღვიძა, იმან იქ გადაიტანა თავისი Bitcoin-ი და 15 წელი რო არ გამოძრავებულა, იმან გადაიტანა ბირჟაზე, ვაიმე ახლა ვიღაცა გაყიდის, გვექნება ვარდნები, მე ამ ყველაფერს მოყვება პანიკები, რიტეილერებიც გაყიდიან და გვექნება დიდი კორექციები გვექნება ხოლმე, ხო? ანუ ამ ყველაფერს მოყვება ყოველთვის დიდი პანიკა და დიდი FOMO, ხო? ეგ პირველი. ეხლა რაც მინდა ვთქვა. განსხვავება Bitcoin-სთან სხვა ასეთებში ინვესტიციას, ხო, როცა მე ვაკეთებ რაღაც კომპანიაში ინვესტიციას, ხო? ჯერ შენ შეგიძლია რომ მთლიანი ანალიზი გააკეთო ამ კომპანიაში, შეგიძლია ჩვენ Discord-ში შემოხვიდეთ და ალექსი, რომელიც იდეალურ ესე ვთქვათ, ანალიზებს დებს ხოლმე კომპანიებზე, ახლა სხვათა შორის ვამატებთ ერთ penny stocks, რომელიც $1.6 ღირს, თუ არ ვწდები, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს რომ გაიზარდოს.
და ძალიან კარგი ესე ვთქვათ background-ი აქვს და ძალიან კარგი ესე ვთქვათ ანალიზი. შეგიძლიათ დაითვალო რამდენი ხარჯი აქვთ, რამდენი ასეთი კაპიტალიზაცია, ну ყველაფერს დათვალ შეგიძლიათ, მაგრამ ყველაფერს დათვალ შეგიძლიათ თან ეს კომპანია აკეთებს რაღაცას, რაც ჩვენ გვადგება და ამ ყველაფერს რომ აკეთეს, ამ ყველაფერში ხალხი საქმდება, ხო, ანუ მთლიანი სისტემა არის ამ ყველაფრის გარშემო, ხო, მაგრამ როცა ვაკეთებთ ჩვენ ბიტკოინში ინვესტიციას, ხო? რამე ვალიოს ვაძლევთ მსოფლიოს, ანუ რამე ღირებულებ, ასე ვთქვათ, ღირებულს ვქმნით ჩვენ ხალხი ამაში ინვესტიციას რო ვაკეთებთ, ან ბიტკოინი თვითონ რამე ღირებულებას ქმნის, გარდა იმისა, რომ შენ შეგიძლია ერთი მხრიდან მეორეში გადარიცხო და რაც ასე ვთქვათ, მოდის ვიყოთ მართლები ერთმანეთის წინ და რომელიც ხშირ შემთხვევაში და უდიდეს შემთხვევაში იყენებენ კრიმინალები. ანუ ამ ყველაფერს ხაზი უნდა გავშვათ, ეს ესე არის, ხო? ვინ საქართველოს შევხედოთ ახლა რომ ვინც სანქცირდება ყველა ბიტკოინს იყენებს და არა მარტო საქართველოს, ხო, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ბიტკოინს და კრიპტოს იყენებს ის ყველა, ვინც მთავრობებისგან სანქცირდება და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. როცა შენ აკეთებ ბიტკოინში ინვესტიციას, რა ღირებულებას ქმნი? ან რა ღირებულებას ქმნის ბიტკოინი? ჩემთვის პირადად არაფერს. ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის სპეკულანტო ასეთი, სადაც მე ვაკეთებ ფულს, გინდ ინვესტიციის და გინდ ტრეიდინგით, დეი ტრეიდინგით და სკალპინგით, ხო? მაგრამ კიდევ ამ სკრინს რო დავბრუნდეთ ისევ, რატო ვთქვი ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ ამ სკრინზე რაც არის, პირდაპირ ესე ვთქვათ, ამ ყველაფერში არის დაკავშირებით, მოკლედ რომ ვთქვათ. და ახლა ნახეთ რა ხდება. ვალეტი, რომლის ღირებულებაც არის დოლარებში 468 მილიონი, ესე ვთქვათ, გადაინაცვლა უკვე 15 წლის მერე, ანუ გამოძრავდაო რა, სავარაუდოდ სადმე ბირჟაზე გადაიტანა, რომ გააკეშოს და ასე შემდეგ. და ახლა ნახეთ რა ხდება. მან იყიდა ეს ბიტკოინები $27. ახლა ჩემი კითხვა არის, საიდან გააკეთა მან 468 დოლარი? მოდი ჯერ ეს კითხვა თქვენ თავებს დავუსვით და მერე პასუხი რო გექნებათ, თქვენ თავებს გაიცით პასუხი და მერე მეც გეტყვით. 3 წამი დაფიქრდით უბრალოდ და დააპაუზეთ ვიდეო. ანუ მან გააკეთა 315,000 ჯერ XC, ანუ 315,000 ჯერ გაამრავლა თავისი ინვესტიცია. და ანუ მან ამ ინვესტიციით რა ღირებულება შექმნა, ანუ რა გააკეთა? შენთვის რამე შეიცვალა, ანუ გარდა იმისა, რომ ბიტკოინის ფასმა აიწია, არც არაფერი. მაგრამ ნახეთ რა ხდება აქ. საიდან გახდა მისი რაღაც ცენტები ინვესტიცია 468 მილიონი. საიდან მოდის ეგ ფული? ეგ ფული მოდის ჩემგან, ეგ ფული მოდის შენგან, ეგ ფული მოდის სხვა ინვესტორებისგან. ანუ რა ხდება? მან იყიდა ბიტკოინი, მან დაელოდა რომ სხვებსაც გაეკეთებინა ინვესტიცია, სხვებმაც რომ გააკეთეს ინვესტიცია, ბიტკოინის ფასმა მოიმატა, ბიტკოინის ფასი მოიმატა, ის ყიდის აკეთებს ფულს. საიდან მოდის ფული სხვა ინვესტორებისგან, ხო? ეს არის მეგობრებო ჩვეულებრივი, ხშირად მithქვია, მე არ ვარ კრიპტო ჩენელი, მე ვარ საინვესტიციო, სატრეიდინგო ჩენელი. მე ვარ ინვესტორი, მე ვარ ტრეიდერი, მე არა ვარ კრიპტო ფანატიკოსი და ბიტკოინ ფანატიკოსი. მე ყველაფერში ვაკეთებ ინვესტიციას და ყველაფერზე ვაჭრობ, სადაც შეიძლება ფულს გააკეთება. ვაჭრობ ფორექსზე, ვაჭრობ კომოდიტიებზე, ვაჭრობ კრიპტოზე და ასე შემდეგ. საინვესტიციოდ კიდე შეგიძლიათ გადახედოთ ჩემ YouTube-ს, რეპში არ ვაკეთებ ინვესტიციას, ხო? და არის თუ არა ეს პირამიდული სისტემა? აი თქვენ თავს გაიცით პასუხი. თუ მე ფულს ვაკეთებ შენს ხარჯზე, რომ შენ შემოხვიდე და რო გაიზრდება მისი ფასი, გავყიდო და შენ დაგასწრო გაყიდვა და ფული გავაკეთო, ანუ ეგ მაგ სისტემას ქვია თუ არა პირამიდული სისტემა, უბრალოდ ეგ ამიხსენით. ანუ ესე მუშაობს ხო ბიტკოინის ფასი. ხო და მეგობრებო, ეს სკრინშოტიც რატომ მოვიტანე? იმიტომ რომ ესეთი სკრინშოტები იქნება ძალიან ხშირად, სპეკულაციები იქნება ამ ყველაფერზე ძალიან დიდი. და ყოველთვის უნდა იზრუნო იმაზე, რომ შენ ესეთ ხალხს დაასწრო ხოლმე, არ აქვს მნიშვნელობა $100 თუ $1000 იქნება ბაზარზე, დაასწრო ხოლმე გაყიდვა. და დაფიქსრო ხოლმე მოგებულ ერთხელ არ არის საჭირო, რომ თლიან შენ პოზიცია დათმო. არა, უნდა გაყიდო 15%. შემდეგ ბაზარი თუ დავარდება 15-20% ან ახრიდან, ან ეს 15-20% შენთვის გამოიყენო, ან კიდე 80% ისევ პოზიციაში ხარ და თუ გაიზარდა ბაზარი და წავიდა მაღლა, რა თქმა უნდა, ესე პოზიციაში იქნება და ისევ გექნება სარგებელი. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე, განვიხილოთ.
თუ რა შეიძლება გააკეთოს ბიტკოინმა, დავიწყოთ ესე ვთქვათ, ბიტკოინ და ეთერიუმის განხილვა, უცბად განვიხილო, მეგობრებო. ბიტკოინ და ეთერიუმის ჩარტებს და ნახეთ ახლა რა ხდება. ნუ ჩარტები სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ გამოიყურებიან ისე პოზიტიურად, რომ ვაუ და ჩვენ მივდივართ მაღალ და გავაკეთებთ რაიმე ზრდას. აქვე გეტყვით რომ ის ფაქტი რომ ბაზარი აქ დიდხანს შეჩერდა არც ეგ არ არის ცუდი, ანუ ჩვენ ვიცით რომ არის ეს ლეველი, რომელიც უნდა გავარღვიოთ აუცილებლად იმის რომ ბაზარმა გააკეთოს ახალი all-time high, ანუ ჩვენ ვართ ახლა ამ რეინჯის შუაში. რაც უნდა დაგვაწყოს არის რომ აქ საუბარი მქონდა მე ამ დღიურ კონსტრუქციაზე, თუ არ დავკარგავდით აი ამ volume nodes არანაირი პრობლემა არ იყო, მაგრამ ჩვენ აქ ხედავთ რომ Binance-ზე დავკარგეთ, მაგრამ Bybit თუ გადავხედავთ მეგობრებო, Bybit-ზე ეს დღიურზე არ დაგვიკარგე, ანუ აქ ხედავთ რომ შეინარჩუნა და არ დაკარგა, მაგრამ ეს Binance-ის ჩარტი და Binance-ის ჩარტზე ხედავთ რომ დაკარგული არის დღიურზე. Double time frame-ზე Bitcoin-ის ფასი არ გამოიყურება კარგად, ანუ აქ ჩამოვიდა ქვემოთ, მაგრამ არსად არ შეჩერებულა, სადაც შეგვიძლია გვეთქვა რომ აი აქ არის სუპორტი ან რამე, ამიტომ ჩემი აზრით ის ძალიან სუსტად გამოიყურება ჯერჯერობით და შეიძლება წამოვიდეს ქვემოთ. თუ რაიმე პოზიტიური ნიუსი ან რაიმე პოზიტიური манипуляცია არ გამოვიდა და ესე ვთქვა ტრამპმა არ თქვა რაიმე კარგი. და რატო ამბობ რომ არის კარგი, როცა ესე დიდი ხანი ვართ რეინჯში, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავარღვიეთ აქ ესე ვთქვათ ლეველი, ეს ლეველი თუ გავარღვიოთ და წავიდეთ მაღალ და გავაკეთეთ ახალი all-time high, სად შეიძლება შემდეგ კორექციაზე ბაზარი შეჩერდეს, შეიძლება შეჩერდეს აქ და ეს არის კარგი, იმიტომ რომ შემდეგ გვეცოდინება, ეს იქნება K level-ი, ესე ვთქვათ, რომ აქ შეგვიძლია ისე Bitcoin და Ethereum-ის, ამ შემთხვევაში Bitcoin-ის შეძენა იმ მოგებებით, რომელსაც დავაფიქსირებთ, როცა ბაზარი წავაკეთებ მაღლა. მაგრამ Bitcoin-ზე ჯერ ვერ ვიტყვით, რომ ის წავა მაღლა, სანამ ჩვენ არ გავარღვევთ აი ამ levels. ნათქვამი მქონდა, რომ ბევრი უყურებდა აი ამ კომპრესიას, ესეთ რაღაცებს უყურებდნენ, ან უყურებდნენ ესეთ რაღაცას, რომ აი მაღლა წავა და რაღაცა და მე ვთქვი, რომ არა მეგობრებო, ეს არის უბრალოდ კომპრესია და კომპრესიის გარღვევა არაფერს ანიშნავს, თუ ჩვენ არ გავარღვევთ აი ეს level და სანამ ამ levels არ გავარღვევთ ჩვენ მაღლა, რა თქმა უნდა, ახალ all-time high-ს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება ამ levels, ეს level-ი 4 საათზე აქ ისედაც დაკარგული გქონდა, მაგრამ დღიურზე აქ არ გქონდა დაკარგული, ხედავთ რომ აქ შენარჩუნებული იყო და შემდეგ აქ დღიურზე დავკარგეთ. მაგრამ ახლა ვხედავთ რომ ნუ დღიურზეც და 4 საათიანზეც კიდევ ერთხელ დავკარგეთ ეს level-ი, რაც ნიშნავს იმას, რომ ბაზარს აქვს ესე ვთქვათ, ბაზარი ითხოვს დამატებით ფულს. რატომ არ მიდის ბაზარი მაღლა? იმიტომ რომ არ არის საკმარისი ფული, არ შემოედინება საკმარისი ფული, იმისთვის რომ ბაზარი წავიდეს მაღლა და აქ უკვე ნახეთ, რამდენი ხანი გქონდათ თქვენ იმისთვის რომ დაგეფიქსირებინათ მოგება. ზუსტად 2 კვირა გქონდათ იმისთვის რომ დაგეფიქსირებინათ მოგება, მაგრამ სავარაუდოდ რა თქმა უნდა არ დააფიქსირეთ და პირიქით აქ იყიდეთ და აქ დაიწყეთ დეცია. რა თქმა უნდა არ არის პრობლემა, როცა შენ აქ იწყებ დეციას, როცა შენ 10 წელზე და 5 წელზე გაქვს განსაზღვრული ეს დეცია, მეც დეცია, ხო დეცია არა, დეცია, ანუ ვაჭარის დეცია, ჩემი საკუთარი სტრატეგიით დეცია დავიწყე მე, ესე ვთქვათ, როცა ბიტკოინი მაღლა იყო, ესე ვთქვათ, მაგდროინდელ all-time high-ზე აპრილში დავიწყე, მე მგონი აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ შეგიძლიათ ვედეცია საფულეს გადახედოთ, მაგრამ დიდ ფასზე დავიწყე, ანუ თქვენთვის მენახებინათ, რომ თუ სწორად მიუდგები ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა ფასი სად არის, ყოველთვის შეგიძლიათ გააკეთოთ მოგება, მაგრამ რა თქმა უნდა მიუდგეთ ამ ყველაფერს სწორად. ნუ მოკლედ რომ ავიღოთ მეგობრებო, თუ ამ range ისევ არ შევარღვიეთ და არ გავარღვიეთ შემდეგ აი ეს level-ი, მაგ შემთხვევაში ჩემი აზრით აუცილებლად ჩამოვთ ქვემოთ, გავტესტავთ ქვემოთ level-ებს. ეს არის პატარა volume node, რომელიც არ ამგონია რომ შენარჩუნდეს აქ, მაგრამ ეს არის რა თქმა უნდა ის პირველი ადგილი. აქაც ხედავთ რომ ეს all-time high იყო აქ. და შემდეგ აქ ეს volume node-ის ტყუილი უბრალოდ არ წარმოიქმნა, ანუ პირველი შეჩერება იქნება აი ეს, ვნახოთ იქნება თუ არა ეს ძლიერი ადგილი იმის რომ ბაზარმა შეინარჩუნოს აქ ფასი და მერე წავიდეს მაღლა, მაგრამ მე ვუყურებ მთლიანად აი ამ ზონას შესაძლებლად. ნუ გააჩნია უნდა დავალოთ რა თქმა უნდა ფას თუ სად შეჩერდება, რომ ვნახოთ სად იქნება კარგი long trade-ების აღება, მაგრამ საინვესტიციო თუ ვუყურებ რა თქმა უნდა პირველი ადგილი. ეს არის კარგი, მეორე ადგილი, ეს არის კარგი და მესამე ადგილი ეს უკვე არის ლიკვიდობა, სადაც შეიძლება
აქაც შეიზღუდო. შეიძლება თუ არა მე კიდე უფრო ქვემოთ ჩამოვიდეს, რა თქმა უნდა, შეიძლება აქაც ჩამოვიდეს, ეგ არავინ არ იცის. და ზუსტად რაც წეგან გითხარით მეგობრებო ამ რეინჯი, აქაც ზუსტად მაგას ვამობდი, რომ რატო არის მეთქი კარგი, რომ აქავართ ამდენი ხანი, ხომ? იმიტომ რომ ჩვენ თუ გავარღვევთ ამას, სად შეგიძლია რიტესზე იყიდო ისევ ბიტკოინი და ეთერიუმი, ამ შემთხვევაში ისევ ბიტკოინის ჩარჯზე ვართ, რა თქმა უნდა შეგიძლია იყიდო აი აქ, ხო? ანუ არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი გაართულო. შეგიძლია ყველაფერს მარტივი თვალითაც შეხედო. მოკლედ თუ წამოვიდა ბიტკოინი ქვემოთ, იმ დაფიქსირებული მოგებებით, რომელიც მე დავაფიქსირე აი აქ, რა თქმა უნდა დამატებით ვიყიდე აი ამ ლეველებზე ისევ ბიტკოინს. ბიტკოინზე მეც ვერაფერს ვერ ვიტყვით, გვაქვს რეინჯი, დავკარგეთ ის რეინჯი, რას ველოდები რომ ფასი თუ ჩამოვქვემოთ, ჩამოვიდეს აქამდე გაიტესტოს ეს ლეველები. თუ არ წამოვიდა ქვემოთ კიდე რა უნდა მოხდეს, აუცილებლად უნდა გავარღვიოთ ეს ლეველი, მაგრამ ხედავთ რომ ერთი rejection-ი, აქ კიდევ rejection-ი, კიდევ აქ ერთი rejection-ი, შემდეგ აქ rejection-ი, ანუ წამოვიდით რა თქმა უნდა ქვემოთ, ხო, იმიტომ რომ ბაზარს არ ყოფნის ძალა რომ წავიდეს მაღლა. ნუ რაც ნიშნავს, ეგ ნიშნავს იმას, რომ ფულის აღება გვინდა ქვემოდან, ეს ვთქვათ, საწვავის ჩასხმა, ამიტომ ჩემი აზრით შესაძლებელი არის რომ ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ. მაგრამ ანუ ეს ამას ვამობდი წინა კვირასაც, როცა ჩავწერე ბოლო ვიდეო, შეგიძლიათ გადახედოთ წინა ვიდეოს, იმიტომ რომ მაგის მერე ვიყავი ცუდად და ვერ შევძელი სხვა ვიდეოების ჩაწერა. გადავედეთ ახლა მეგობრებო ეთერიუმზე, რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმი რა თქმა უნდა გამოიყურება ბიტკოინზე ძლიერად. ბიტკოინი პირიქით ეს ვარდნა რო გააკეთა ბიტკოინმა, ეს ბოლო ვარდნა ეთერიუმმა გააკეთა ზრდა. აი აქ ხედავთ რომ მან გააკეთა ზრდა, ანუ ეთერიუმის ბიტკოინზე უფრო ძლიერად გამოიყურება. აქ მე ვიჯექი ლონგში კიდევაც, ლონგში ვიჯექი აი აქედან. აი ეს ლეველი მომწონდა და აი ამ ლეველით, ესე ვთქვათ, აქ შევედი ლონგში. რა თქმა უნდა დავაფიქსირე ერთი take profit-ი აქ, მეორე take profit-ი დავაფიქსირე აქ და წუხელ გავისტოპე პლუსში, იმიტომ რომ stop loss-ი მქონდა აქ ამოწეული და აქ გავისტოპე, ანუ ეს გასტოპაც იყო ჩემი მესამე take profit-ი. მე პოზიციებს არასდროს არ ხურავ ხოლმე ჩემინებით ყოველთვის, იმიტომ რომ ამბობ შენ არ იცი ბაზარი რას გააკეთებს. ხო, აქ შესაძლებელი იყო ჩვეულებრივად რომ აი აქამდე მქონდა ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ისტორიაში თუ გადავალ, ან ჩემი ტარგეტი ჰაერზე არ იყო, რა თქმა უნდა, ესე ვთქვათ, განსაზღვრული. აქ გვაქვს ჩვენ ესე ვთქვათ, ყველაზე მაღლა ლიკვიდობა ასახები და იმიტომ იყო ჩემი ესე ვთქვათ რევარდი ეგრე მაღლა განსაზღვრული, მაგრამ ესე ვთქვათ ეს რევარდი ჰაერზე რა თქმა უნდა არ იყო გასროლილი. და ესე ვთქვათ რატომ არასდროს არ ხურავ ხოლმე ჩემ ტრეიდერს ფონდზე, იმიტომ რომ ნუ აქაც იყო კიდევ ერთი take profit-ი დადებული, მაგრამ რა თქმა უნდა 20%-ს მაინც დავტოვებდი იმისთვის, რომ შეიძლება ბაზარმა გააკეთოს კიდე მაღლა სვლა. და ამიტომ ამბობ ხოლმე რომ შენ არ იცი ბაზარი რას გააკეთებს, იმიტომ რომ ეს არის პოტენციალური მოგება. მაგრამ რისკი ზუსტად ვიცი აქ რამდენს დავკარგავდი თუ გავისტოპებოდი. და შემდეგ stop loss-ი რო ავწია მაღლა, ეს იყო უბრალოდ ჩვეულებრივი risk management-ი. როცა შენ შედიხარ ტრეიდში, ეს არ არის მხოლოდ entry და stop loss-ი და ნუ ხშირად ხედავ ხოლმე რომ ვიღაც ძალიან ესე ვთქვათ ამატვირები, აი რომ დაადებენ ხოლმე ესე ტარგეტს ელოდებიან სანამ ბაზარი ამოვა აქამდე და მე ყიდიან ხოლმე. და მაგრამ ანუ ხშირად ხდება რომ ანუ აქამდე ამოდის და მე მოდის ხოლმე ქვემოთ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა უნდა გააკეთო, იმიტომ რომ არის ჩვეულებრივი გემბლინგი და ამაზე კიდე ცალკე ვიდეოს გადავიღებ, იმიტომ რომ მე ამობენ რომ აი გზადაგზა რო ყიდი ერერი აღარ გამოდის კარგად. ნუ ამაზე ცალკე გავაკეთებ ვიდეოს, საინტერესო ვიდეო გამოვა. მაგრამ ახლა რაც შეეხება ეთერიუმს, ანუ ეთერიუმზე გქონდა ძალიან კარგი ტრეიდები მეგობრებო, აქაც ვიჯექი შორტში, ან ძალიან მაგარი შორტი იყო. ამ შორტში ფრონტრუნი გამიკეთა. Discord-ზე მქონდა ამაზე საუბარი, ძალიან მაგარი შორტი იყო, აქაც მეგობრებო ნახეთ. ანუ აქ ვერ ხედავ ლეველს 15 წუთიანზე, 5 წუთიანზე ვნახოთ. აი 5 წუთიანზე ხედავ აი ამ ლეველს, სადაც მე ვიჯექი შორტში, ანუ ვიჯექი რა ორდერი მქონდა დადებული და ანუ აქაც ხედავთ რა იდეალური კონფირმაციები იყო, ეს ლიკვიდობა აქ, ეს ლიკვიდობები, ეს ვიკები არის ყველაფერი ლიკვიდობა მეგობრებო. წერტილი რომელმაც ლოკალურ ჰაიზე წაგვიყვანა, ანუ მე ეს წერტილი რო დავკარგეთ. ამ ხელა დროპი გქონა, ანუ ეს არის სიგნიფიკანტური ლეველი და ნახეთ, ანუ ძალიან ცოტა დააკლდა. მაგრამ რა თქმა უნდა იყო ბაზარზე ფლექსიბელური და როცა მე აქ არ შემივსო, შემდეგ ესე ვთქვათ, მაღალ ტაიმფრეიმზე ვეძებდი სხვა ტრეიდს.
და შემდეგ უკვე გითხრათ სად შევედი ტრეიდში. აგრესიულ ტრეიდში შევედი შემდეგ რა თქმა უნდა ერთი წუთით ინტერნეტმა გამიჭედა. შემდეგ რა თქმა უნდა აგრესიულ ტრეიდში შევედი და ჩემი აგრესიული ტრეიდი იყო მოიცადეთ სად შევედი. აი აქ შევედი კი ბატონო. ანუ აქ უკვე რო არ შემივსო, შემდეგ შევედი აი აქ შემივსო. მაგრამ ჩემი stop loss-ი არ იყო რა თქმა უნდა აქ ლოკალურად, რა თქმა უნდა ესეც მქონდა დაფარული, იმიტომ რომ ამის გატესტვა შესაძლებელი იყო. ამიტომ ამის მაღლა მეყენა ესე ვთქვათ ჩემი stop loss. გამოვიდა იდეალური ტრეიდი მეგობრებო, ანუ იდეალური შორტი გამოვიდა. და შემდეგ რა თქმა უნდა ლონგშიც გითხარით რომ ვიჯექი. რაც ეხება აი ამ ლონგს მეგობრებო, ამ ლონგში ვიჯდებოდი თუ არა და გირჩევდით თუ არა, რა თქმა უნდა არა, იმიტომ რომ ნახეთ შენ თამაშობ უკვე retest-ის retest-ი. ნახეთ, ანუ ამან გააკეთა higher high. ლოკალურად აქ გაგიაქტიურა, ესე ვთქვათ, retest-ი და long trade-ები. აქ ავიღე ესე ვთქვათ long-ი, ეს არის retest-ი. შემდეგ წავიდა მაღლა და მოდის მე ქვემო და აკეთებს retest-ის retest, აქაც მე კიდე retest-ის retest ხდება ახლა. თან რის შემდეგ როცა შენ არ ეჯექტებ აი ამ მაღალ level-ს, რაც რა თქმა უნდა არის სულელი რომ აქ კიდე შენ ჩემი აზრით ლონგები ეძებო. კი, რა თქმა უნდა ვართ ახლა სუპორტზე, კი, რა თქმა უნდა სუპორტზე ეძებ ლონგებს, მაგრამ როცა არის ისეთი სურათი, რომ მაღალ time frame-ზე არ ეჯექტებ უკვე მე რამდენჯერ აი ამ level-ს, მე უკვე გიჩნდება ესეთი კითხვა, რომ არის თუ არა აქ კიდე ყიდვა საინტერესო და აქ ლონგების მოძებნა საინტერესო. ჩემთვის პირადად აღარ არის საინტერესო, იმიტომ რომ ხედავთ რომ ანუ ბაზარი გამოიყურება ძალიან სუსტად. თან ის მოგებები რაც უნდა დაფიქსირებულიყო უკვე აი ამ ტრეიდმა დააფიქსირა მთლიანად, ამიტომ ჩემთვის აღარ არის აქ საინტერესო. ლონგების ძიება, სად ველოდები რომ ეთერიუმი წამოვიდეს, თუ წამოვა კიდე ქვემოთ, მე რა თქმა უნდა ვზივარ ახლა შორტში, იყო scalp short-ი. აი აქ მეგობრებო, ანუ ხედავთ რომ ეს იყო აქ resistance-ი და აქ ველოდებოდი ესე ვთქვა ტრენდში უკოსვლას, მაგრამ ეს იყო ძალიან დაბალ time frame-ზე. ხედავთ რომ ესეთი მომრგვალო პრეის აქშენი გვაქვს, შემდეგ ეს აღმავალი პრეშური დავკარგეთ. აქ იყო პირველი გატესტვა, შემდეგ იყო ესეთი გაგრძელება ტრენდის, ანუ ტრენდ რივერსალის. დაველოდე აი ამის გარღვევას და ეს რომ გაირღვა მეგობრებო, აი ზუსტად აქ შევედი. stop loss-ი რა თქმა უნდა აქ არ დამიყენებია, stop loss-ი მიყენია აქ. და ანუ უკვე დაფიქსირებული მაქვს ორი take profit-ი. და დანარჩენს ველოდები თუ რას გააკეთებს. ნუ სად არის ჩემი რევარდი, თუ სადამდე შეიძლება ბაზარი წამოვიდეს, მე ველოდები რომ ბაზარი გატესტავს აი ამ ადგილს. და შემდეგ გვაქვს კიდე აი აქ ადგილს. რა თქმა უნდა, აქ შეგვიძლია ესე ვთქვათ, ერთი დიდი ბოქსი გავაკეთოთ, იმიტომ რომ ეს ლეველები ერთმანეთისგან შორს ძალიან არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მე უყურებ ხოლმე აი ამ ლიკვიდობას, აი ეს ვიკი ტესტება ხოლმე ხშირად. მაგრამ რა თქმა უნდა, შეიძლება ლიკვიდობის აღება ქვემოდანაც, იმიტომ რომ ეს ადგილიც არის გასატესტი. ნუ ნახოთ, რა თქმა უნდა, ბაზარი სად შეჭერდება, ეს ორივე ლეველი არის ჩემთვის საინტერესო იმის რომ ტრეიდები ავიღო. და რა თქმა უნდა, ჩემი შორტის ბოლო რივარდიც მოდის აქამდე და რა თქმა უნდა, მთლიანად არ გავყიდი სავარაუდოდ 15%-ამდე დავტოვებ ისევ რომ თუ კიდე ქვემოთ წამოვიდა, რაც რა თქმა უნდა არავინ არ ვიცით, რომ მე ისევ სარგებელი ვნახო, ესე ვთქვათ, აქედან. აი ეს არის მეგობრებო, თუ გინდათ ყიდვა ბიტკოინის და ეთერიუმის, უნდა დაელოდოთ სანამ არ მოხდება ესეთი ვარდნები და ნახეთ ახლა რა ხდება. ლოკალური ჰაი-და რო გავზომოთ, ბაზარი რო ჩამოვიდეს აქამდე, იქნება უკვე 10%-იანი ვარდნა, ან აქამდე იქნება 13%-იანი ვარდნა. თუ გადავალთ დეილიზე, აქ ხედავთ რომ დეილიზე არ არის არანაირი ლეველი, რასაც შეგვიძლია ჩავებღავჭოთ, გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ 4 საათიანზე, იმის რომ დეილიზე გავაკეთოთ ლეველების კონფირმაცია, უნდა გადმოვიდეთ უკან. და აი აქ ხედავთ რომ დეილიზე არის იდეალური ლეველები აქ, რომელიც შეიძლება გაიტესტოს. ანუ ხედავთ რომ ნახეთ, აქ 4 საათიანზე, დეილიზე ვერაფერს ხედავთ, მაგრამ 4 საათიანზე რომ გადავალთ, შეგვიძლია აქ დავინახოთ ლეველები, ეს ლეველები ყოველდღიურად არ წარმოიშვა, ყოველთვის ვამბობ რომ ბაზარზე რაც ხდება, არ ხდება ყოველდღიურად, ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. და აქ ხედავთ რომ ეს ლეველები დღეურზეც იდეალურად კონფირმირდება, ამიტომ შესაძლებელი არის ჩამოვიდეს, ან თუ ამასაც ჩამოწდა, რა თქმა უნდა, ჩემი შემდეგი ტარგეტი იქნება ეს. აი ეს ლეველი, ესე ვთქვათ, შესაძლებლად, მაგრამ მაგ შემთხვევაში უკვე ძალიან დიდი ვარდნა იქნება და ეს იქნება პლუს-მინუს 20%-იანი, ნუ რაც კრიპტოსთვის ძალიან დიდი პრობლემა და ძალიან ესე ვთქვათ, დიდი სიახლე არ არის. ნუ ბიტკოინს რომ შევხედოთ, ბიტკოინაც მაგ ხელას ვარდნა რომ გააკეთოს, ესე ვთქვათ, სულ აქამდე რომ ჩამოვიდეს, ნუ აკაც პლუს-მინუს უკვე
15%-მდე იქნება, რაც ბიტკოინის შემთხვევაშიც ძალიან დიდი სიგიჟე არ იქნება, მით უმეტეს ამხელა ზრდის შემდეგ. ნახოთ აქედან რამდენი ზრდა, ამხელა ზრდა გაკეთა, აქედანაც პლუს-მინუს 15%. მაგრამ რაც შეეხება ეთერიუმს, ეთერიუმმა ძალიან დიდი ზრდები გააკეთა, იქიდან 82, მაგრამ სულ ქვემოდან რომ წამოვიღოთ, წარმოიდგინე 180%. რა თქმა უნდა, იმის ტაიმინგი არასდროს უნდა იცადო, რომ აქ იყიდო, მაგრამ შენ შეგიძლია, რა თქმა უნდა, როცა ქვემოთ ჩამოდის, ყველა, ანუ ესე ვთქვათ, ლეველებზე იყიდო, ხო? და ვთქვათ, აქ თუ გქონდა ნაყიდი, აქ თუ გქონდა ნაყიდი, აქ თუ გქონდა, აქ თუ გქონდა, აქ თუ გქონდა ნაყიდი, ხომ? ან თუნდაც აქ, მაინც დიდ მოგებაში ხარ, ანუ ნახოთ, აქ თუ გაქვს ნაყიდი, მაინც 30%-ზე მეტ მოგებაში ხარ, ხო? ამიტომ ჩემი აზრით არანაირი მიზეზი არ გაქვს იმის, რომ არ დააფიქსირო მოგება. ეს იყო მეგობრებო ჩემი ვიდეო, რას ფიქრობთ თქვენ, არის თუ არა ბიტკოინის გაყიდვის დრო, თუ პირიქით არის ბიტკოინის ყიდვის დრო. ძალიან მაინტერესებს მე ესე ვთქვათ თქვენი აზრი და კი აქვე რასაც ვხედავ და მოვიწყდა რომ მეთქვა, რა შეიძლება მოველოდოთ ეთერიუმისგან, რა თქმა უნდა შეიძლება მოველოდოთ აი ამ ლეველების გადასვლას, მაგრამ სანამ ვინარჩუნებთ აი ამ ლეველს, მანამდე არაფერი არ აქვს, ესე ვთქვათ. სანერვიულო მაგრამ ეს ლეველიც დავკარგეთ, რა თქმა უნდა ამ ლეველისგან შორს არც არის ეს ორი ლეველი, ამიტომ სულიად შეიძლება ესე ვთქვათ გავიკოს და მერე წავიდეს მაღლა. ნუ ძალიან საინტერესოდ გამოიყურება ბიტკოინის და ეთერიუმის და ვნახოთ რას შემოგთავაზებენ ისინი მომავალ კვირას. ახლა რა თქმა უნდა მოდის ვიკენდი, შეიძლება იყოს დაბალი ვოლიუმი და ესე ვთქვათ მომავალი კვირა იქნება ესე ვთქვათ გადამწყვეტი თუ რას აერჩევს კრიპტო, მაღლასვლას თუ პატარა კორექციას, რაც რა თქმა უნდა არ არის ცუდი, იმიტომ რომ კორექციაზე რა თქმა უნდა ახალი ფული შემოაბაზარეს და ახალი სიძლიერით გავაკეთებთ ახალ all-time high-ებს, altcoin-ების გაყვება ან ეთერიუმის და ასე შემდეგ. იქნება შეიძლება უკეთესიც იყოს. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობთ თქვენ, როგორ უდგებით აი ამ საკითხს, იმიტომ რომ ბევრისთვის არ არის ეს ადვილი საკითხი. დაწერეთ კომენტარებში და თუ რაიმე კითხვები გაქვთ, აუცილებლად კომენტარებში დაწერეთ ან შემოდით Discord-ზე და დაგეხმარებით დიდი სიამოვნებით.